მოგესალმებით ეთერში ახალი ამბები 13 საათზე მე ნინო სალუქვაძე ვარ. რატომ იქცა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მიმდევრებისთვის რუსეთი ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. პრემიერ-მინისტრის წერილში დასმულ კითხვებს უკვე მეორე დღეა ოპოზიცია ვერ პასუხობს. ნაცმოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრები მათი ხელისუფლების მიერ აგვისტოს ომის შემდეგ გადადგმული ნაბიჯების გამართლებას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით ცდილობენ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც დღეს ოპოზიციას წარმოადგენს, გარეთ აკვეთებს ასრულებდა და დღემდე ქვეყნის გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებს. საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, ყველა ტურისტი, რომელიც მშვიდობიანად ჩამოვა საქართველოში, რომელიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის აფხაზეთის და ოსეთის ჩათვლით, ჩვენი კარი მათთვის ღიაა. სწორედ ამას ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული გზავნილები. ინტერაო იყო საქართველოში, მან აიღო ვალდებულებები ხრამ ხესზე და აი ეს ვალდებულებები გულისხმობდა იმას, რომ ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. როდესაც ვტო-ზე საუბრობთ, უნდა იცოდეთ, რომ ამ ორგანიზაციაში შესვლით რუსეთის ფედერაციამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო იცავდა საკუთარ ინტერესებს და აი ეს ინტერესები იყო დაცული მათ შორის ამ რეზოლუციაში და უფრო მეტი საჭირო იყო? რა თქმა უნდა, მხარდაჭერა საჭირო იყო. კარგად არ მახსოვს ეს ვარსჯაშის ამბავი არა რაღაცა შეიძლება მე უბრალოდ ვერ აღვიდგინე ეს კარგი. საქართველოს არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაცა განსხვავების დანახება რომ. აი ამაზე იყო ალბათ გათვლა ესეც რომ ხალხს არაფერს არ ვერჩით კი ბატონო, მშვიდობიანი ტურისტი თუ ჩამოვა ბიზნესში მშვიდობიანად თუ ვიღაცა ომისთვის არ იყენებს და რაღაცისთვის აქ პრობლემა არ არის. სააკაშვილს არ ქონდა შეკვეთა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის პირიქით, მას ქონდა შეკვეთა ურთიერთობის მოგვარების, დაალაგების და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების. ასეთი იყო შეკვეთა. დღეს სხვა შეკვეთაა. ასე რომ შეკვეთას სახელმწიფოს ინტერესებთან არავითარი კავშირი არ აქვს. და ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მაშინაც და დღესაც აქვს ნაციონალურ მოძრაობად წოდებულ გაერთიანებას, ამ ექსტრემისტულ გაერთიანებას. შეასრულეს ის, რაც უკან ნახეს, რომ რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო იმ პერიოდში. დიდერვიანის შემადგენლობაში იყო რუსეთი იმ პერიოდში. დღეს სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოსგან უნდათ გარკვეული მორჩილება, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამ ომში, რომელიც მიმდინარეობს, სჭირდებათ საქართველოს ჩართულობაც. ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მედიასთან კომენტარს აკეთებს, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. შეეხება პრემიერის წერილს და ასევე იმ თარიღს, რომელიც გვიახლოვდება და რომელიც თარიღის გვახსენებს იმ ტკივილს, იმ ათასობით დაანგრეულ დაღუპულ ოჯახს, რომელიც მოიტანა იმ არასწორმა და აგენტურულმა პოლიტიკამ, რომელიც აკეთა წლების განმავლობაში იმ უსამშობლოთა გაერთიანებამ, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია. მაშინ ნაცმოძრაობა იმ რეჟიმმა. ეს წერილი კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად და ხაზგასმით წარმოაჩენს თუ რეალურად რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს აგენტურა ჩვენ ქვეყანაში, როგორ მოქმედებდა და როგორ მოქმედებს. და სლად გაგცემთ ამ კითხვის პასუხს. უნდა მივყვეთ ქრონოლოგიურად ძალიან მოკლე რეტროსპექტივით ჩვენ საზოგადოებას რო გავახსენოთ, საიდან დაიწყეს და როგორ დაიწყეს ეს ყველაფერი, ხო? ყველას კარგად გვახსოვს მათი ბრიფინგები, ყველას კარგად გვახსოვს ის თარიღები, ყველას კარგად გვახსოვს შემდეგ ამ თარიღის ცვლილებები 7-8 აგვისტოზე მაგ საუბარი, ყველას კარგად გვახსოვს ის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც შემდეგ ხარი დაუჭირეს და პირდაპირ დაადანაშაულეს ჩვენი გმირი ბიჭები ომის დანაშაულში. თქმა უნდა ეს ყველაფერი შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა ყველაფერი სამართლიური ჩარჩოში იყო და სრულიად გამართდნენ ჩვენი ბიჭები. ეს წერილი და მათი ქმედებები კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას თუ
როგორ შეიძლება ფორმალურად თავის ქვეყანაში ფორმალურად, იმიტომ რომ აგენტ სამშობლო არ გააჩნია, ფორმალურად თავის ქვეყანაში, როდესაც სისხლისღვრა იყო, სრულიად 100%-ით მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, როდესაც ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ თუ ეთერ და გვიხსნიდნენ თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ როგორი მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა და როგორი მნიშვნელოვანია ტურიზმი, თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსული ინვესტიციები. თურმე რუსულ ფულს თურმე სუნი არ უდის და ამიტომ უნდა შემოვიდეს ჩვენ ქვეყანაში რუსული ინვესტიციები. არაფერს ვამბობ იმაზე, 80-მდე ობიექტი და მათ შორის ხაზგასმით დაუღნიშნო მათი უმეტესობა ენერგომატარებლების სტრატეგიული ობიექტების გაასხვისეს რუსულ კომპანიებზე. ყველას კარგად გვახსოვს და ძალიან ბევრი ხელშეკრულების, ესე ვთქვათ, კლანჭებს დღესაც ვიმკით დღევანდელი ხელისუფლებაც მათ დროს გაფორმებული ხელშეკრულებით თუ გასხვისების დოკუმენტაციას, ხო? ძალიან კარგად გვახსოვს შემდეგ მათი დამოკიდებულებები საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ ამ რეზოლუციას გავიხსენებ და არა მხოლოდ. და ამ ყველაფრის შემდეგ ასევე ფორმალურად მათ ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი არიან მხოლოდ დოკუმენტაციით საქართველოს მოქალაქეები, ვნახეთ, როდესაც დაიწყო უკრაინაში ის სისხლისღვრელი ომი, რომელიც უკვე მერამდენი წელია მიმდინარეობს, მათი რიტორიკა. თურმე მაშინ, როდესაც ჩვენი დების, ძმების, მშობლების სისხლი იღვრებოდა, ხედავდით 100%-ით რუსულ ქმედებას აღსრულების ნაწილში და მხოლოდ 100%-ით ანტირუსულ რიტორიკას. ახლა რას ვხედავთ? ისევ და ისევ, როგორც კი მოუვიდათ მათ დავალება და არაერთხელ გვითქვამს, რომ ისინი დავალების გარეშე ვერცერთ ნაბიჯს ვერ დგავენ, ვერცერთი მიმართულებით, თუ თურმე, ესე იგი, უკრაინაში თუ მიმდინარეობს ომი, ჩვენ როგორ ვართ აქ? როგორ ვართ მშვიდობით და თურმე როგორი ცუდია რუსეთი მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ეს ომი. რა თქმა უნდა, ეს იყო იმ პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი ნაწილი სცენარის, რომელიც მოუვიდათ ჩაეშალა აქაურ აგენტურას რეგიონში და მათ დაიწყეს ამ სცენარის მიხედვით მოქმედება. მაგრამ საბედნიეროდ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სწორი განაჩენი გამოუტანა ამ აგენტურას და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, იმიტომ რომ შეგახსენებთ თქვენს და საზოგადოებასაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სარჩელი, რომელიც ქართულ მოცდებამ მოამზადა იმ საგამოძიებო კომისიის შემდეგ, სადაც ძალიან ნათლად იყო აი ამათი აგენტურული საქმიანობა გამომჟღავნებული და არა მხოლოდ ამ ნაცმოძრაობის, არამედ ახალ შეერთებული კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრების და კარგად ვიცით ის მიმდინარე გამოძიებები და ის საგამოძიებო კომისიის დასკვნა ამ ყველაფრის შემდეგ და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ბედავენ და გამოდიან ცდილობენ, რომ დემოკრატიის მორალი წაუკითხონ საზოგადოებას და ყოველ დღითი დღე და განსაკუთრებით, როდესაც ესეთი თარიღი ახლოვდება, კიდევ უფრო შესამჩნევი არის და კიდევ უფრო გამძაფრებულია ის შეურაცხყოფა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათი მხრიდან. თუნდაც არ დაგვაუწყდეს იმ თარიღით აპელირება და არ დაგვაუწყდეს ის ბრძანებულება, როდის მოაწევრა ბატონმა სააკაშვილმა ხელი, რომელი რიცხვი იყო, რომელ რიცხვში აღნიშნავდნენ ამ ყველაფერს და დღეს ასევე როგორ სპეკულირებენ ამ თემით. ასე რომ კიდევ ერთხელ და ბოლოს ეს წერილი კიდევ ერთხელ იყო შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რას ნიშნავს აგენტი, თუ რას ნიშნავს უსამშობლო და თუ რა იყო მათი სახე და რა არის მათი სახე დღეს. პარლამენტის ტრიბუნიდან
თუ ვინმე რამე უნდა შეახსენოს მათ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი გუნდი ყოველთვის შეახსენებს თუ სად იყვნენ, საიდან მოდიან და რა პოლიტიკას ემსახურებიან, როგორ ბინძურ პოლიტიკას ემსახურება ეს აგენტურა, ხო? ახლა რაც შეეხება თითეული ის რაც თქვენ კითხვაში ჩამოთვალეთ და რაც ასევე ჩემ პასუხში ძალიან ნათლად მოისმინა ჩვენმა საზოგადოებამ, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, თემა არის შემდეგი. სანქციები, ხო? სახეცვლილება ვნახეთ ჩვენ. რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნენ რუსეთთან მიმართებით და როგორ იქცეოდნენ შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დროს. ისინი იყვნენ ხალხი, რომელიც ამბობდა სრულ სიცრუეს და რომელიც დადასტურდა არაერთხელ, რომ თურმე ჩვენი ქვეყანა იყო შავი ხვრელი საერთაშორისო სანქციების თავის არიდების კუთხით რუსეთის ფედერაციისთვის, ხო? რომელიც რა თქმა უნდა არ დადასტურდა თუ დეკანოიძე იყო, ხატია თუ არ ვცდები ამ დიდი სიცრუეს და სიბინძურის ავანგარდში თავის დროზე და შემდეგ ნახეთ ჩამოსული დიდი ბრიტანეთიდან ასევე სხვა ქვეყნებიდან ის კომისრები რომლის ვალდებულებაც არის რომ ეს შეეფასებინა სხვადასხვა ქვეყანაში და დადასტურდა რომ არც ერთი საერთაშორისო სანქცია არ ქონდა დარღვეული საქართველოს საერთაშორისოთან მიმართებით. ახლა რაც შეეხება თუ რას ნიშნავს ჩვენი ჩამოცილება და ის დიდი პროპაგანდა, ის დიდი და ბინძური პროპაგანდა, სადაც არა მხოლოდ ადგილობრივი აგენტურა, არამედ მათივე პატრონები და დამკვეთები და შემკვეთები იყვნენ პირდაპირ ღია ჩართულით. სამწუხაროდ რამდენიმე დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ჩვენ ქვეყანაში და გავახსენებ საზოგადოებას ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი გადაგებდა რომ თურმე თუ თავის ქვეყანაში საწვავი ღირს ორჯერ თუ სამჯერ ძვირი რაღაც პრობლემები და გამომდინარე საქართველოსაც უნდა ასე ვთქვათ გაიზიაროს მისი ბედი. მას უკაცრავად ჩვენ ავიჩინეთ ის პოლიტიკა, რომელიც ავირჩიეთ, მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ კონვერტირდება შემდეგ ეკონომიკურ წინსვლაში და ის სანქციები, რომელსაც ესე კოორდინირებულად ქვეყნის შიგნით და თუ ქვეყნის გარედან შეტევების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი იყო და ნარატივი რომ თურმე ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ყველანაირი ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ასე ვთქვათ ურთიერთობა ეს იქნებოდა სავიზო რეჟიმი თუ ასე შეგვიძლია რუსეთის ფედერაციასთან დათვლით, აი ძალიან უხეში დათვლით 1%-საც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის და ჩვენი ეკონომიკა ალბათ -14-16%-ში უნდა გასულიყო და გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მოწყვლადი. და რატო იყო ეს დავალება წამოსული და რატო აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ჩვენ ეკონომიკურად მოწყვლადი ყოფილიყავით, იმიტომ რომ ის ქვეყანა, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი, ის საზოგადოება, ის ხალხი, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი, შემდეგ თავიანთი ჭკუით და აზრით არის ძალიან მარტივი სამართავი. ნუ რას უკაცრავად, პირველი მათ არიციან საქართველოს ისტორია, მათ არიციან ქართველი საზოგადოების ხასიათი და აი ეს ფუჭი მცდელობები კონტრპროდუქტიულად მუშაობდა და მუშაობს მათი მისამართით, იმიტომ რომ თითეული მათი, ასე ვთქვათ, განაცხადი თუ თითეული მათი ბრალდება, რომელიც ახლა თქვენ კითხვაში ახსენეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე უტიფარ ტყულზე დაფუძნებული, როგორც უტიფარ ტყულსაც ამ აგენტურას მე რამდენი წელია საზოგადოება წევს ძალიან ღირსეულ პასუხს და ესეც გაგრძელდება. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი სხვა ქვეყნებთან ერთად და ბოლო რამდენიმე წლიან ჭრილში, როდესაც ჩვენ მივიღეთ ყველა ის კანონი ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც ემსახურებოდა პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და აღმოჩნდა შემდეგ ქვეყნების მიხედვით, რიგი ქვეყნების მიხედვით, თურმე ყველა სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საკანონმდებლო ბაზას ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. თურმე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რომელი ერთი ჩამოთვალო, ბევრ ქვეყანას არ ჩამოთვალა, სადაც უკვე ისტორიულად არსებობდა მსგავსი კანონმდებლობა საკანონმდებლო სივრცეში, თურმე ეს მათი უსაფრთხოებისთვის საჭიროა. თურმე კანადის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ფიქრი თურმე ქვეყნის ღალატია აი ამ აგენტურისგან გამომდინარე და მათი პასუხები და მათი რიტორიკისგან გამომდინარე. კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმ ორმაგი სტანდარტის და უსტანდარტობის, როგორი უსტანდარტობითაც ჩვენ ესენი გვიდგებოდნენ და გვიდგებიან და თავს ესხმიან პირდაპირ ჩვენ ქვეყანას, თავს ესხმიან ჩვენ დემოკრატიას და ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს
დემოკრატიის მანტიაში გახვეული მოქმედებს როგორც საუკეთესო საბჭოთა გამოცდილებით და ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით ასევე ნიშანდობლივია ბევრი სახელი და გვარი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტიკური გადმონაშთია საბჭოთა კავშირის დღეს ევროკავშირში. ასე რომ კიდევ ერთი დადასტურება თუ რას ნიშნავს ის უსტანდარტობა და რას ნიშნავს ის უსამართლობა, როგორც ჩვენ გვიდგებოდნენ და გვიდგებიან და თავს ესხმიან პირდაპირ ჩვენ ქვეყანას და დემოკრატიულ პრინციპებს. მე მინდა გითხოთ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებზე. დღეს ყრილობა აქვთ თქვენ როგორც იცით, მანამდე მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გაემიჯნა და გაყალბებაში და არალეგიტიმურობაში დაანდანაშაულა პარტია. აი ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ დაპირისპირებას თავად პარტიაში, თქვენ როგორ უყურებთ მოვლენებს, რომელიც ახლა აქ ვითარდება და შეიძლება თუ არა ველოდოთ რამე პერსპექტივა აქვს თუ არა ამ პარტიის ყრილობას და შემდეგ ქმედებებს. აგენტურას ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივა ვერ ექნება. ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა და ძალიან მყარად გადაწყვიტა ეს ყველაფერი. ასე რომ აგენტურაში რა შიდა დინებები იქნება და რომელ სერიალს თუ სეზონს შემოგთავაზებენ, საზოგადოებაც უკვე ხემილის მომგვრელიც არ არის. უკვე რაღაც ძალიან ამაზე სანახაობად გადაიქცა ეს ქალბატონების ჭიდილი და გავიხსენებ ბრწყინვალე ნანას და ქალბატონი თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე თუ ვინ გახდება განნულებული პარტიის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარე, ხო? ერთმანეთში ერთადაც რა დარჩათ, ხო? საზოგადოება განსაკუთრებით ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ასევე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სადაც ერთი ერთში და ეს მართლაც ისტორიული ფაქტია ჩვენი უახლეს საქართველოს ისტორიაში და ალბათ ამ მოგითებლის ისტორიაში, როდესაც მმართველმა გუნდმა ერთი წლის თავზე გაიმეორა ადგილობრივ არჩევნებში იმ ზეწოლის და იმ თავდასხმების ფონზე, რაც ჩვენი ქვეყანაში ხედავდით ყველანი, გაიმეორა ის შედეგი, რაც იყო საპარლამენტო არჩევნებზე. მათ თავიანთი თავი პატრონებთან ერთად ძალიან ღიად დაასრულეს 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც აი ამ დიდ სიცრუის კორეანტელში რაღაცა დოზით რაღაც ჯგუფი საზოგადოების შეიყვანეს შეცდომაში მოიპოვეს ის თუ არ ვცდები 60 მანდატი, რომელიც ჰქონდათ, მე მათ არ ყოფ პარტიებად, ისინი ერთი დედა პარტიის შვილები არიან ყველანი და შემდეგ როგორ მოიქცნენ იმ მოტყუებით აღებულ მანდატებს. და შემდეგ ვნახეთ თუ რა შედეგი დადეცვათ ადგილობრივ არჩევნებზე. ასე რომ მათ შიგნით ვერ დაურწმუნებიათ ერთმანეთს და შიგნით ვერ გაურკვევიათ თუნდაც ამ განულებულ და გათითოკაცებულ პარტატივში რაც დარჩა იქ ვერ ჩამოყალიბებულ ან ვინ უნდა იყოს მართლ პოზიციაზე თუ ან პარტიულმა ოფისებმა როგორ უნდა იმუშაოს რეგიონში თუ ქალაქში ისინი როგორ ფიქრობენო დაარწმუნონ ჩვენი საზოგადოება არ ფიქრობენ და ასევე დაუბრუნდები 2024 წლის არჩევნებს ყველამ კარგად ნახეთ და ვინ თუ არა თქვენ ჟურნალისტებმა რომ რეალურად ველზე არა მხოლოდ 24-ში არამედ ბოლო ალბათ 10 წლეულია არჩევნების ხალხი ველზე ვერ გამოდიოდა და ვერ ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონში ვერ ჩადიოდნენ, სოფელში ვერ ჩადიოდნენ, თბილისში უბანში ვერ გადიოდნენ. ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ ბრიუსელში სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის კორიდორებში და სხვადასხვა თავიანთი პატრონის თანაშემწის მდივნის დამხმარის ოთახთან. ყველას კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და ხვდებოდნენ გადამდგარ მერს თუ ყოფილ პოლიტიკოსებს და შემდეგ მათი აქაური პარტიული ტელევიზიები როგორღაც ცდილობდნენ რომ კვირიდან კვირამდე რაღაც პოლიტიკური ასე ვთქვათ საკენკი ქონოდათ ამ აგენტურას, ხო? ასე რომ ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირდაპირ გეტყვით. ძალიან კარგია რომ აგენტურა ესე დაიბნა და ესე აირია და კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ალბათ დავალებაც არა აქვს ძალიან მკაფიო მოსული როგორ უნდა მოიქცნენ თუ ვინ იყოს თავმჯდომარე და მიშვებული არიან ალბათ რამდენიმე კვირა რამდენიმე თვე თავიანთ ნებაზე რომ კიდევ ერთხელ ალბათ თავიანთ პატრონებსაც დაანახონ თუ რა შეუძლიათ რომ გააკეთონ დამოუკიდებლად. მე ვერ დაგეთანხმებით რომ იმენ დაკარგა რომელიმე პარტიამ პირველი ოპოზიციური პარტია ისინი არ არიან ოპოზიცია.
ის გადაღებული პარტიებს მე ვერ დაგეთანხმებით, რომ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც სხვადასხვა პარტია და სხვადასხვა ფასეულობის თუ იდეოლოგიის, ჯერ მარტო სახეებს გადახედეთ, ხო, პოლიტიკურ სახეებს, თუნდაც არაპოლიტიკურ სახეებს და სხვადასხვა სფეროდან გაწევრიანებულ წევრებს, სხვადასხვა ფერში და სხვადასხვა ნომერში. ისინი ხო ერთი ჯგუფია. ეს დაყოფას და რებრენდინგი, ეგრეთ წოდებული მცდელობა, ძალიან უსუსური მცდელობა, რომელიც რაღაც დონეზე გამოუვიდათ კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზული საერთაშორისო ბინძური ჩარევის ფონზე. ძალიან დიდი საერთაშორისო ბინძური ჩარევის ფონზე, ყველას კარგად გვახსოვს 2020 წლიდან მოყოლებული 5 რევოლუციური მცდელობა ისე ვთქვათ, ჩაუვარდათ, მათ შორის 4 ძალადობრივი, ხო? და ყველას კარგად გვახსოვს, ხო, როგორ მოქმედებდნენ ეს ყველანი. ასე რომ ვერ წარმოვიდგენ ამას სხვადასხვა პარტიებად. ისინი არიან ერთი პარტია. ყველაზე მთავარი, ისინი არ არიან რომელიმე კონკრეტული ქართული ოცნების პოლიტიკური გონდის ოპოზიციაში. ისინი არიან თავისი, ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. ასე რომ კიდევ ერთი უსუსური მცდელ შესაკრებთა გადანაცვლები და ნოლს დავუმატოთ 0, ან რაფრათაც არ უნდა გადავღებოთ წითელი 0 თუ ლურჯი თუ იასამნისფერი არ აქვს მნიშვნელობა თუ ნარინჯისფერი 0 არის 0. ასე რომ კიდევ ერთხელ ყველა ის პირი, აი ყველაფერს თავი დავანებოთ საზოგადოების ის წევრი საზოგადოების ამდენად არ ვიცი, მაგრამ ის პოლიტიკური, ისე ვთქვათ, სახელი და გვარები, რომლებიც არიან ამ პარტიებში და ერთ-ერთ პარტიაში გაერთიანებული, თუნდაც არაპოლიტიკური წარსულით მისი დარგიდან გამომდინარე, რომ გადავხედოთ 2012 წლამდე ყველა პირდაპირ აფილირებული იყო ნაცმოძრაობასთან. ასე რომ ნაკლებად საინტერესოა განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ რეალურად ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია. პოლიტიკური ოპოზიცია და გუნდის, მართველი გუნდის ოპოზიცია, რომელსაც ექნება ერთი ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები და აქ იქნება სრული თანხwebdriver და არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელ საკითხზეც შეიძლება ოპონირება გასწიო მართლ გუნდთან და მართლ გუნდსაც ჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომ შევიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაში. ჩვენ ქვეყანას არ ჭირდება აგენტურა, ჩვენ ქვეყანას ჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია და დამერწმუნეთ, ჩვენ ქვეყანაში გამოჩნდებიან ჯანსაღი ოპოზიცია მას შემდეგ, როდესაც ეს აგენტურა თავიანთ პატრონებთან ერთად მოცილდებიან ჩვენს პოლიტიკურ ველს. ბატონო ირაკლი, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, აი გისმენთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და საუბრობდით მიხეილ სააკაშვილზე ნაციონალურ მოძრაობაზე აგვისტოს ომის კონტექსტში და ერთი სიტყვითაც არ ხსენებიათ რუსეთი. რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ არც მიშელ სააკაშვილის დროს დაწყებულა და არც დამთავრებულა, იცით უკრაინაში რაც ხდება, რაც მოხდა ყირიმში და რაც მოხდა, რაც დაიწყო 4 თუ 5 წლის წინ უკრაინაში, ხო? აი, როგორ შეგიძლიათ, რომ ისაუბროთ აგვისტოს ომზე ისე, რომ რუსეთზე საერთოდ არაფერი არ თქვათ ბატონო ირაკლი და ისაუბროთ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობებზე. პირველ რიგში, ბრალეულობა არაერთხელ დადასტურდა მათი იმ სისხლის, რომელიც სისხლისგულას მოაწყვეს აი აქ იმ აგენტურის, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველა მხარესთან სხვადასხვა მოლაპარაკებას აწარმოებდა თავის დროზე, როდესაც ყიდდა თავის სამშობლოს. ახლა სტრასბურგის როგორ აი სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს რო დაუბრუნდეთ. თითოეული გადახედეთ ბოლო გადაწყვეტილებას სტრასბურგის, სადაც ჩვენი ხელისუფლების დროს ვასწორეთ წლების განმავლობაში და ღირსება დაუბრუნეთ მათივე მხრიდან ღირსება აყრილ ჩვენ ჯარისკაცებს. აი ამ უსინდისოების და გამყიდველების. რუსეთზე რა უნდა რუსეთ ჩემი ქვეყნის 20% აქ ოკუპირებული და ოკუპანტია ჩემი ქვეყნის რუსეთი. გეუბნებით, რას ქვია ამას ეს კითხვა მოგწერეს ესე თქვით, ხო? აი ეს არის ამას რა თუნდა ეს იცის ყველა პატარა ბავშვმა, დიდმა, საშუალო არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ასაკის ადამიანმა. ისიც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ თუ დავიწყებთ რუსეთთან ნებისმიერ საუბარს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობით. პირველი საკითხი ყოველთვის უნდა იდგეს დეოკუპაცია და დეოკუპაციას საუბრის დაწყების შემდეგ ნებისმიერ საკითხზე ვართ სასაუბრო მზად. ეს ძალიან კარგად იცის თქვენც. თქვენი აი ეს კითხვა ვინც გამოგიგზავნა იმის ავტორმაც ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი და სტრასბურგს როდესაც მიხსენებ აგვისტოს ომთან მიმართებით სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, ასევე ვინც ეს მესიჯი მოგწერა, იმას უნდა უთხრა, რომ ეს ჩვენთვის ნაცმოძრაობისთვის წამგებიანი პოზიციაა თქო და აღარ დამასწრებთ ესეთი კითხვა თქო. შემდეგი შეკითხვა. წერია, რომ ქართულ
მხარეს ბრალი არ მიუძღვის თქვენი საგამოძიებო კომისიიდან დაწყებული და საიდან მოვიდა რომ ბრალი უნდა მიუძღო ბრალის საერთოდ ჰიპოთეტური არსებობა რო შეიძლებოდა საიდან მოვიდა გაგახსენოთ ის რეზოლუცია ერთხელ გითხარით რომ ყველა ნაცმოძრაობის წევრმა მედიაში თუ არა მედიაში თუ პარტიაში უნდა ამობეჭდოთ აი ეს რეზოლუცია რასაც ასევე ბარამეძის ინტერვიუ შეგიძლიათ ესე ვთქვათ გამოიყენოს სტენოგრამით და ჩამოკიდოთ მიხეილ სააკაშვილის ვარდიანის სურათის გვერდზე რომ კონდეთ მოღალატეობრივი აგენტურული კონსტიტუცია თუ როგორ მოაწერეთ ხელი ჯერ როგორ გაყიდეთ თქვენი ქვეყანა და შემდეგ როგორ მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს და როგორ დაადასტურეთ რაც წლების განმავლობაში ჩვენ და ათასობით და ასობით საგამოძიებო მოქმედება დაგვჭირდა მათ შორის გადამალული ესე ვთქვათ საბრძოლო მასალის ნაწილების და ფრაგმენტების შესაძლებლობა რომელიც დამალული იყო ნაცმოძრაობის თქვენი ხელისუფლების დროს და ამის შემდეგ სტრასბურგში თითოეულის გამარჯვება რომელიც მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ და იმ გმირებმა რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მართლა მუშაობენ და რომელსაც გაიყვანეს ეს ყველაფერი ბოლოში და მხოლოდ ამის შემდეგ აი ეს იგივე კითხვის და აი ეს რიტორიკა ქონდათ სანამ საგამოძიებო კომისია დაიწყებოდა და იქაც კონტრპროდუქტიული იყო თქვენთვის იმიტომ რომ იმის იქით ვერ ფიქრობენ მესეჯის ავტორები იმიტომ რომ როდესაც დაასრულდა და სტრასბურგში დადასტურდა რომ აი დადასტურდა თქვენი პარტიის ღალატი ამის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო კომისია და ამის შემდეგ აი სწორედ აი ამ საგამოძიებო კომისიით და აი ამ სტრასბურგის გადაწყვეტილებები დაუბრუნდათ ღირსება ჩვენ გმირ ბიჭებს ახლა საზოგადოება გვიყურებს და დარწმუნებული ვარ ეღიმება რომ კიდე ერთხელ მიმოვარ რუსეთზე რატო არ საუბრობ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რომ ესაუბრები, აი მან არ გაგიშვებ მაგ სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან გამორიცხო, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესოა, აი არ გაუშვებ იმ მოკლე, ესე ვთქვათ, როგორ გითხრათ, მეხსიერების მქონე ავტორს, რომელსაც ეს მოგწერა. სწორედ ჩვენ გვეუბნებით ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და ამ დროს შენ თვითონვე მეუბნები სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც პირადად ამ გუნდის დამსახურებაა, რომ ის ღალატი, რომელიც ღალატიც გააფორმეს სხვადასხვა ინსტიტუციაში, ამ უსამშობლოებმა ამას დაუსვით წერტილი და ღირსება დაუბრუნოთ ჩვენ ქვეყანას. და ჩვენ გვეუბნებით, რომ რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, ეს სტრასბურგის გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა. ხო, კარგით, უბრალოდ სირცხვილია. აი საზოგადოება გვიყურებს და სირცხვილია. სირცხვილია ამ კითხვის დასვა. აი თან ამ კონტექსტში ნაცმოძრაობას რომელსაც გაყიდა სამშობლო და დღესაც ყიდის ყოველ დღე მათი არსით ისინი ყიდნენ და ყიდიან ქვეყანას სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე როდესაც საუბარი გაქვს რუსეთზე საუბრის გარეშე როგორ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ამიხსენი მაშინ კონტ შეკითხვას გიბრუნებ როგორ იქნებოდა აი რას ქვია ჩემი რიტორიკა, ჩემი გუნდის, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში არის დაბრუნებული ღირსება ჩვენ ქვეყანაზე. როდესაც ღალატი ჩამოვრეცხეთ და მოღალატეზე როგორ არ ვისაუბრო, რომელსაც თავის ქვეყნის ტერიტორიები გაყიდა პირდაპირ მნიშვნელობით, ახლა რას მეუბნებით? ხო, რუსეთის წყალზე მეუბნებით ხალხზე, რომელიც 100% ჯერ თავის სამშობლოში, თავის ქვეყანაში სისხლი დაღვარა თავისი ხალხის. გადაუფორმა პირდაპირ. მე ამ ყველაფერი გააფორმა იმაში რეზოლუციებში და ამ ყველაფრის შემდეგ მეკითხები რომ როგორ საუბრობ ნაცმოძრაობაზეო. აბა ვიზე ვისაუბრო? რუსეთზე როგორ არ ვსაუბრობ, როგორ დადგა ის შედეგები? რაზე ვსაუბრობდი? აბა ბერლინზე ვსაუბრობდი, სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა განცხადება გეკითხები რა. კარგი სირცხვილია რომელ პროპაგანდაზე ყოველ ამ თარიღზე აი ესეთი კითხვით, აი ამ რიტორიკით და აი ბარამიძის სტენოგრამა ამოიგეთ მეთქი, ამით ყოველ წელს აგვისტოში კიდევ ერთხელ ღალატობთ ქვეყანას და ყოველი წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ აყენებთ შეურაცხყოფას იმ გარდაცვლილი ბიჭების სულებს, რომლის სასაფლაოზეც ბუჩქებ დაიარებით ხან დილის 6 საათზე და ხან ღამის 10-ის ნახევარზე რომ ხალხმა არ დაგინახონ იქა რა. შემდეგი შეკითხვა და თარიღზე აპელირება სამარცხვინოები, რისიც რო არ ახსოვდათ, როდის იყო ხელი მოწერილი 7 აგვისტოს და 8 აგვისტოს რატო არ უნდათ რომ აღენიშნათ ეს თარიღი, სამარცხვინოები. ყოველ დღე თქვენი პარტია ყიდის თავის სამშობლოს. ყოველ წუთს. კი. ნაცმოძრაობას რა იქნება? თავარი არის საზოგადოება რას ფიქრობს. გისმენთ შემდეგი შეკითხვა.
და რუსეთს თუ ანუ რაღაც ლოგიკა ვითარდება თქვენი მხრიდან რომ აი რაღაცნაირად თან რუსეთთან ერთად იყო მიხეილ სააკაშვილი და რუსეთთან ერთად მოქმედებდა თუ დაუპირისპირდა რუსეთს ანუ რა და 2008-ში ანუ რუსეთთან ერთად 2008-ში სამშობლო გაყიდა სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად სამშობლო გაყიდეს 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს პირდაპირ მნიშვნელობით ვისთან თანამშრომლობდა ვისი ინტერესები ემთხვეოდა მაგ დროს როგორ მათთვის ამას მნიშვნელობა არ ქონდა მათთვის თავარი იყო დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად სხვა მიმართულებები არ გამოურიცხავ შეიძლება რაიმე მერკანტილური სურვილებიც ქონოდათ ფაქტია რომელ ხარესთან დაალაგდნენ თუ რა გააკეთეს ფაქტია ქვეყანა მათ ხელში ქვეყანაში შემოვიდა ოკუპანტი წაიღეს ჩვენი ტერიტორია და დაღვარეს ჩვენი დების და ძმების სისხლი და ამ ყველაფერს სათავეში იდგა აი ეს სამარცხვინო გუნდი რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და კიდევ ერთხელ როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას კითხულობთ და მოკავს კითხვაში გააფრთხილე, მაგრამ თან არ გააფრთხილო ხშირად და დასვათ ეს კითხვა, იმიტომ რომ აი ეს კითხვავე ცემს თქვენს ძალიან მორალურ არსს პასუხს რა არის კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის. კი ბატონო. კი ბატონო. კი პარლამენტის ტრიბუნიდან ბატონი ვანო მერაბიშვილი პრემიერი იყო თუ არ მახსოვს. კი თუ ხდებოდა პრემიერი. არა მხოლოდ ჩვენ, არა მხოლოდ მთელი მსოფლიო, ჩვენ არ ჩაგვიბარებია, ჩვენ არ ჩაგვიბარებია ტერიტორიები, ჩვენ არ ჩაგვიბარებია ტერიტორიები. ერთი ეს იცოდეთ. და ჩვენ კიდევ ერთხელ გავმეორდები, რაც რამდენიმე წუთის წინ ვთქვი, ჩვენი დების და ძმების სისხლი არ იყო შემსრალი მიწაზე, როდესაც აი ეს უსამშობლოები და ამათი აგენტურის აკაური ბოსი დარბოდა საზღვარ და ვარდებით ხელში ეპატიჟებოდა, ესე ვთქვათ, რომ ტურისტული სეზონი არ ჩავარდნილიყო ჩვენს ქვეყანაში. კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. დღეს პირდაპირ გეტყვით, ნებისმიერი ინვესტიცია, ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან, რომელიც არ არღვევს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებს და რომელიც არ არღვევს არანაირ საერთაშორისო მნიშვნელოვან საერთაშორისო სანქციას, ჩვენთვის არის მისაღები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობაზე ორიენტირებული და დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც ხაზგასმით ვიმეორებ, კონვერტირდება ეკონომიკურ კეთილდღეობაში. ახლა რაც შეეხება რუსეთთან ეკონომიკურ მდგომარეობას და ასევე დაუბრუნდები იმ რიტორიკას და კიდევ ერთხელ შევეხები პრემიერის იმ უმნიშვნელოვანეს წერილს და შეხსენებას ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც საუბარი იყო მათ ორ სახეზე, აი ამ აგენტურის უკრაინის ომამდე და ჩვენი აგვისტოს ომის პერიოდში, ხო? როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და გამოდის ეს ხალხი და დღეს აი უკრაინის ომის დროს ამბობდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთ რუსეთთან და ამ დროს მათი პატრონები, მაგალითად ავიღოთ ბალტიისპირა ქვეყნები, სადაც ალბათ წიბწა არ უნახავთ როგორია, ხო, არ ვიცი თქვენ ნამყოფი ხართ თუ არა, მე ნამყოფი ვარ. და კარგად ვიცი თუ რა მოდის ბალტიისპირა ქვეყნებში და რა არ მოდის, რა მოიპოვება და რა არ მოიპოვება, სადაც 400-500% მარტო სპირტის ექსპორტი იყო გაზრდილი, sadაც პირდაპირ გამოდიოდნენ და გამოდიან ახლა ერთმანეთის მიყოლებით ლიდერები და ამბობენ, თუმე როგორი მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებთან მიმართებით რუსეთთან ურთიერთობა და თუ როგორ ნანობენ ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს. ეს მათი მხარეა, ეს იმათი მხარეა, რომელიც რიტორიკით არის მხოლოდ ანტირუსულები. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი პარტნიორები, ეს იქნება ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები, სადაც რიგში დგანან, რომელი პირველი გააფორმებს სტრატეგიულ პარტნიორობას თუ ეკონომიკურ პარტნიორობას ამ ქვეყნებთან, თურმე საქართველოს ამის უფლება თურმე არ აქვს. აი აქედან გამოდიხართ. ეს არის იმ დავალების შესრულება და ამას ხედავს საზოგადოება ძალიან ღიად და ძალიან ნათლად. და ამაზე გცემთ პასუხს შემდეგ არჩევნებიდან არჩევნებამდე და ნახავთ აგერ მოდის 28 წელი კიდევ რა პასუხს გასცემს მათ და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება. კი ბატონო, გადავბრძანდით.
პირდაპირ გეტყვით, მე არ ვიცი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ სად რა, ხო, ვინ რა კომუნიკაციას ერთი შეიძლება სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოს საზოგადოება გვიყურებს, რომ საქართველოში ენერგომატარებლებს და ელექტროსისტემას და ელექტროენერგიას და ზოგადად ნებისმიერ ენერგომატარებელს საფრთხე არ ემუქრება და არ შეექმნება. მიუხედავად იმისა, რომ აგენტურის დიდი სურვილია, რომ რაიმე სახით რამეს პრობლემა შეექმნას ჩვენ ქვეყანაში და ჩვენს ეკონომიკაში. ამის იქით პასუხი აღარ იქნება. გასპრომს ელაპარაკება მსოფლიოს ნახევარი. ელაპარაკებოდა და ელაპარაკება. კიდევ არაფერს არ გიდასტურებთ, გამორიცხეთ, მე არ ვიცი რა ინფორმაციები გაქვთ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ. ძალიან თამამად სრული პასუხისმგებლობით, რომ აქ ამ კომპანიებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება თქვენი დიდი სურვილიდან გამომდინარე. შემდეგი კითხვა. იქ მძიმეა და გადააბია. ხო. მე რამდენი მცდელობა არის, მე რამდენი უნიჭო მცდელობა აქვს ხათია შენთან, იცი თქვენთან, რომ მე თქვენი ის მესიჯსაც კითხულობ და მძიმე გამოგრჩა მაგას უბრუნებ პასუხს, რომ მე რამდენი მცდელობა უსუსური თქვენი ტელევიზიის, ეგრეთ წოდებული ტელევიზიის ხდა, რომ იმ უდიდეს რეფორმას, რომელიც სკოლების მიმართებით და არა მხოლოდ უნივერსიტეტების მიმართებით და საერთოდ საგანმანათლებლო სისტემაში მართლაც უპრეცედენტო რეფორმა უახლეს საქართველოს ისტორიაში, რომ როგორღაც ჭდილი მიაყენოთ და აი რაღაც მოიგონოთ. ან ამბობთ უტენდეროთ, რა იცით, ინტერესთა გამოხატვა იყო, ტენდერი იყო, საერთოდ ჩაეძიეთ რა რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა, როგორ გაიმარჯვა, რა პირობებით გაიმარჯვა. გაინტერესებთ, რომ ეთანხმებით იმას, რომ იმის მაგივრად რო თქვათ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გავიგე, სკოლის ფორმებზეა, ჩვენ შვილებზეა საუბარი, რომ ეს მოწესრიგდეს, რომ ბავშვებს ერთ კარგად, ლამაზად ჩაცმულ დახურულებმა, როგორც ცივილიზებულ სამყაროში, ყველა მიაროს სკოლის ფორმით, იმიტომ რომ ამას აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს, ხო? აი ამის დადებითად წარმოჩენით, რაღა თითიდან გამოწვევოს, აი წარმოდგენა არ გაქვთ, აი რა შეგიძლიათ, ძალიან მოდი ესე გეტყვი. ძალიან ვრცლად კვირიდან კვირამდე თუ ყოველ დღე, როდესაც ბატონი გივი მიქანაძე, ჩვენგან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იქნება თუ წევრები, ამ ყველაფერზე დეტალურ განცხადებებს აკეთებენ. კიდევ ერთხელ გეუბნებით. დარწმუნებული ვარ, ისე დეტალურად და კონკრეტულად აგიხსნიან აი მაგ თემას, რომელსაც ახლა თქვენ თითიდან გამოწვევის რაღაც პროპაგანდირებთ, ასევე სიცრუეზე დაფუძნებულს, რომ თქვენ თვითონვე ჩაკარგავთ თქვენივე ნიუსებში, იმიტომ რომ არ არის ეს თქვენთვის მომგებიანი პოზიცია და წამგებიანი პოზიცია იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ თქვენ ეწინააღმდეგებით ყველაფერს კარგს, ყველაფერს სწორს და ყველა სწორ რეფორმას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის თქვენი დიდი უბედურება და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. საზოგადოება ვინ ყიდულობს ამ ფორმებს, ვის უფასოდ გადაეცემა ეს ფორმები, ვის შეღავათით გადაეცემა ეს ფორმები. ამაზე ძალიან ვრცელი კომენტარი გაკეთა და ძალიან გთხოვთ დარგის მიხედვით შემიძლია დღესვე მე დავაორგანიზო კომიტეტიდან გიპასუხონ, მან თავისუფლად შეგიძლიათ სამინისტროს მიმართოთ და დარწმუნებული ვარ პასუხების მოსმენის შემდეგ ამ უნიჭო ნიუსს საერთოდ ამოიღებ თქვენი ბადიდან. კი ბატონო, მე რვიანში არ თქვენ რვიანს არ უყურებ საბედნიეროდ და კარგით. მადლობა თქვენ. მადლობთ. პირდაპირ ეთერში უსმენთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კირცხალიან მედიის კითხვებს უპასუხა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. პრემიერ-მინისტრი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ნატალია კორძაიას შეხვდა მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალი პოზიცია მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ნატალია კორძაიას მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იგი 2023 წლიდან მილანში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა და იუსტიციის
სამინისტროების ცენტრალურ აპარატში, ასევე იყო კონსული ისრაელში, კანადასა და იტალიაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მოსამართლის განჩინებით ორი პირი საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა. გამოძებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შეპესე საფეხბურთო კლუბ გარდაბნის მწვრთნელმა ნიგერიის სხვა მოქალაქეს ფიქტიური ხელშეკრულება გაუფორმეს. მათ ბრალდებულს საფეხბურთო კლუბში დასაქმებას დაპირდნენ, რათა მას საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობა აიღო. სანაცვლოდ კი $3,000 გამოსცალეს. სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The club Gadabani is training in Gustavo. Gadabani. The name of Gadabani FC. Oh, okay. We need to get this as a contract for him to get his ID card. Their business you bring to club. So the contract is, like you said, 6 months. No, I told you already. If you want to pay for to make it 1 year, it's your business. I told you the other time. I don't know you talk about 3,000, 3,500. If you want. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგაბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს, რის შედეგადაც კომერციული ორგანიზაციების დირექტორები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. უწყების ინფორმაციის წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლები პირი დაზარალებულს დაახპირდა, რომ გავლენიანი ნაცნობების დახმარებით საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირის საქართველოდან ექსტრადირებას შეაჩერებდა. გარდა ამისა, იგი დაზარალებულს ლტოლვილის სტატუსისა და ვიზის მიღებასაც დაახპირდა, რის სანაცვლოდ თაღლითურად 37,000 ლარს დაეუფლა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით საპატრულო პოლიციამ უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ნიუსმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეთადონი და მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდეან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. გამოძებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახულთან ერთად მიიმალა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი თავდამსხმელი 29 ივლისს რუსთავში დააკავეს, ხოლო მეორე ძებნილი პირი 5 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთში აიყვანეს. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სექტორ ვალეს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდისავლით, ეგრეთ წოდებულ მწვანე ზოლის გავლით, ქვეითად ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან და გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე რუსეთის 1 მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოში 153,817 ლარის საბაჟო ღირებულების 713 გრამი ოქროს ზოდები შემოიტანა. დანაშაულის სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თაბუკაშვილის ქუჩის 51-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია იწყება. ნაგებობა რთულ რელიეფზე აგებული ორივე მხრიდან უნიკალური ფასადით გამოირჩევა და სარესტავრაციო პროექტის სამუშაოების სრულ სპექტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა რგოლური დრენაჟი, გადაეწყობა დარბაზული მზიდი კედლების, დაბზარული მზიდი კედლების და სრულად განახლდება სართულშუა გადახურვები. ნაგებობა გამოირჩევა თავისი უნიკალური განთავსებითა და არქიტექტურით. იგი რთულ რელიეფზე აგებული და ორივე მხრიდან უნიკალურ ფასადს ქმნის. განსაკუთრებით საინტერესოა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული სამსართულიანი ფასადი. შენობას ასევე გააჩნია ისტორიული ბაღის ნაწილი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან, სადაც შემორჩენილია მე-19 საუკუნის ხის კარები და ეზოს ავთენტური ელემენტები. ესე იგი თქვენ იცით, რომ აღნიშნულ სახლში გაჩნდა ხანძარი და სერიოზული დაზიანება, სერიოზული პრობლემა შეექმნა აღნიშნულ ძეგლს. თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს უპასუხა. კახა კალაძემ ვადებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ტელეარხის გავრცელებულ ცნობებს სიცრუე უწოდა. მერის განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამუშაოების დასრულების ვადამ ოქტომბრისთვის გადმოიწია და პროცესი უხარისხოდ მიმდინარეობს, რეალობას არ შეესაბამება. კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. დედაქალაქის მერმა მოსახლეობას უწოდა არენდონ დეზინფორმაციას და რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ მუნიციპალიტეტის ოფიციალური სამსახურებისგან მიიღონ. გარდა ამისა, მერის ინფორმაციით რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო მიმდებარე ქუჩებზე პარკირება დროებით უფასო ხდება, ხოლო მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები საიჯარო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან. საზოგადოებას უთხარით, რომ 4 თვე დაჭირდებოდა გამზირის სრულ რეაბილიტაციას. რა თქმა უნდა, აქ საუბარია მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაზე, მთლიანად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, არ ვიცი რატომღაც, დააფიქსირა, რომ ეს 2 აგვისტოს მოხდა, რომ სამუშაოების ვადა თითქოს ჩვენ გადმოვწიეთ და ოქტომბერში უნდა დავამთავროთ და ჩდებოდა თურმე ეჭვი, რომ სამუშაოები არაჯეროვნად იქნებოდა შესრულებული, უხარისხოდ შევასრულებდით და ეს ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. არ ვიცი ხა რატო უნდა კონდეს ეს დამოკიდებულება, რატო უნდა ცდილობდე, რომ მუდმივად სიცრუეში ამყოფო, თუნდაც თქვენი ტელემაყურებელი კრიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა ესეც არ იკმარა და სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია თითქოს რეაბილიტაციის ფარგლებში გამზირზე მასიურად იჭრება მრავალწლოვანი ხეები და თბილისის მერია მწვანე სივრცეებს ანადგურებს. ეს რა თქმა უნდა არის სიცრუე, რომელსაც ფაქტები არ ადასტურებს. რეაბილიტაციის პროცესში მოიჭრა ერთადერთი ხე, დაავადებული ხე და გადაიბელა 2 ხე. ერთი ქაშვეთის მიმდებარედ და მეორე პუშკინის სკვერის მიმდებარედ, მხოლოდ და მხოლოდ გადაბელვა მოხდა ამ 2 ხის შენარჩუნების მიზნით, ვინაიდან მიმდებარედ არის მიწისქვეშა გადასასვლელები, ხდება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავიაკომპანია British Airways-თან თანამშრომლობით დიდ ბრიტანეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად არის მიჩნეული. სტატია სათაურით, როგორ აღმოვაჩინოთ ევროპის ყველაზე გამორჩეული დედაქალაქი, ბრიტანელ მოგზაურებს თბილისში მოკლევადიანი ტურების დაგეგმვის რეკომენდაციებს
ტენდენციებს სთავაზობს. ონლაინ გამოცემა სარეკლამო საინფორმაციო სტატიებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, თბილისის ღირსშესანიშნაობებსა და ქვევრის ღვინის 8 წლიან კულტურას უწევს პოპულარიზაციას. ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის მიზანი ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას და მოგზაურობის მოზიდვაა. გაეროს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, დანერგილი ინოვაციური პროდუქტები და ციფრული ტრანსფორმაციის შედეგები განიხილეს. ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ სესიაზე ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო პარტნიორებს მიწისა და უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში მიღწეული პროგრესი გააცნო. ხაზი გაესვა, რომ გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტი დარგის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმაა. მასში მონაწილეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას გააძლიეროს ქვეყნის პოზიციონირება, დაამყაროს ახალი კავშირები დარგის წამყვან ექსპერტებთან, გააზიაროს საერთაშორისო პრაქტიკა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას გავუზიარე ის მიღწევები და რეფორმები, რომელიც განხორციელდა საქართველოს მიერ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. აღსანიშნავია, რომ ივნისში საქართველოს მასპინძლობდა საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს, სადაც ასევე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაზიარებული ყოფილიყო საქართველოს რეფორმები სახელმწიფო სერვისების ციფრული მმართველობისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით. გეოსივრცითი ინფორმაციის მონაცემები გადამწყვეტ როლს ასრულებს მდგრადი განვითარების მიზნების დაჩქარებასა და მათ უკეთ განხორციელებაში. მდგრადი განვითარების მიზნები, ანუ 2030 წლის დღის წესრიგი წარმოადგენს განვითარების უფრო ფართო, გლობალურ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც მიუხედავად იმ რთული გარემოებებისა, რომლებშიც დღეს გვიწევს მუშაობა, სოფლიოში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. გეოსივრცითი ინფორმაცია ხელს უწყობს განვითარების პროცესების უფრო ზუსტ, სწრაფ და ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას. საქართველოს ამ მხრივ ნამდვილად კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის გამოყენება არა მხოლოდ მონაცემების მართვისთვის, არამედ განვითარების ღონისძიებების უკეთ დაგეგმვის, ადაპტაციისა და მიზნობრივი ინტერვენციების უზრუნველსაყოფად. საქართველოს ფინტეკ ასოციაციის ინიციატივით არასაბანკო ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ინდუსტრიის გამოწვევები, მიმდინარე რეფორმები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელიც პრიორიტეტულ მარეგულირებელ და საკანონმდებლო საკითხებზე იმუშავებს. მომზადებული ინიციატივები შემდგომი განხილვისთვის პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს წარედგინება. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ეროვნულ ბანკთან არსებული ღია თანამშრომლობა. ეროვნულ ბანკთან შეხვედრის შედეგად ჩვენ მქონდა მკაფიო მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ სექტორს დაგვეფიქსირებინა და მოგვემზადებინა ჩვენი ერთობლივი პოზიცია სექტორში მიმდინარე გამოწვევებთან და პრობლემებთან მიმართებაში. გარდა ამისა, ჩვენ ასევე მქონდა დავალება, რომ დაგვეწყო მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, შეგვექმნა ჩვენი შიდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჭიდრო კავშირში იქნებოდა ეროვნულ ბანკთან და შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ დღესაც ამაზე შევთანხმდით იმაზე, რომ გვაქვს უკვე მკაფიო სურათი, როგორ წარმოგვიდგენია ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია. სექტორი მზად არის იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან როგორც მარეგულირებელთან იმუშაოს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ამ სფეროს უფრო მეტ განვითარებისთვის. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეგულში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი სკანდინავიური გარემო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით პროგრამის საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლები ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მოინახულა. 200 მოსწავლეზე გათვლილი შენობის პროექტი გამაგრებით სამუშაოებთან ერთად ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას და CO2 ემისიების შემცირებას ითვალისწინებს. სკოლა იყო წავით ავარიული და დღეს მდგომარეობით მიმდინარეობს სკოლის კონსტრუქციული ნაწილის მოწესრიგება. კონსტრუქციული ნაწილის დასრულების შემდეგ დაიწყება სარემონტო სამუშაოები. სკოლა არის გათვლილი 200 მოსწავლეზე და მომავალ წლის სექტემბრისთვის უკვე ბუგეულის მოსწავლეები მიიღებენ სრულად რეაბილიტირებულ თანამედროვე სტანდარტების ახალ საშუალო სკოლას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო რეფორმის ფარგლებში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს. რეფორმის მიზანი უკანონო ჭრების აღმოფხვრა, კონტროლის გაძლიერება და ტყით სარგებლობის გაუმჯობესება. ახალი გეგმით 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული ტერიტორია მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. სააგენტოს უფროსის განცხადებით სისტემას ჯამში 499 ახალი კადრი დაემატება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება. მსურველებმა პირადი მონაცემები უნდა გააგზავნონ შესაბამის ელექტრონულ მისამართზე. ეროვნულ სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში დაემატა ტყის დაცვის კომპონენტიც, შესაბამისად 1.7 ჰექტარი დაიყო 903 სამცველოდ. სააგენტოს დაემატა 499 ახალი კადრი, აქედან 401 არის ტყის მცველი, ხოლო დანარჩენი მეტყევე სურვილებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამის რეგიონალურ სატყეო სამსახურებს, გადმოაგზავნონ პირადი ინფორმაცია და გაიარონ გასაუბრება. ამ დროისთვის ეს იყო ბოლო ინფორმაცია, პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდებით დროებით.